დაახლოებით 3-4 წლის წინ კითხულობდი წიგნს სახელად იფიქრე და გამდიდრდი. ეს არის ნაპოლეონ ჰილის პერსონალური განვითარების წიგნი. და იქ შემხვდა თავის, სადაც იყო ადამიანის 6 მთავარი შიში. კითხულობდი ამ წიგნს და გავაცნობიერე, რომ ძალიან ძნელია წინსვლა და განვითარება გქონდეს თუ ამ 6 შიშიდან რომელიმე გაქვს. დღეს ვისაუბრებთ 6 მთავარ შიშზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადალახო. და ასევე გაგიზიარებ, როგორ შეგიძლია ამ შიშების გადალახვა. იფიქრე და გამდიდრდი, ჩემს ვიდეოებში უკვე ბევრჯერ ვახსენე. მეორე ვიდეოც მაქვს გადაღებული ამ წიგნზე სახელად 30 წარუმატებლობის მიზეზი. რაც შეგიძლიათ ჩემს არხზე ნახოთ. ვფიქრობ, ძალიან მაგარი ვიდეოა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პერსონალური განვითარების წიგნი მიდევს სახში, ეს წიგნი არის ის წიგნი, რომელსაც ყველაზე ხშირად ჩამოვიღებ ხოლმე კარადიდან. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სამაგიდო წიგნია. და როდესაც ვინმე მეკითხება, რომელი წიგნი წაიკითხოს, რომელიც დაეხმარება პერსონალურ განვითარებაში, პირველი რა თქმა უნდა ამ წიგნს ვურჩევ ხოლმე. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. პირველი შიში არის კრიტიკის შიში. გეშინიათ, რომ ადამიანები გაგაკრიტიკებენ? ეს შიში შეიძლება გაცნობიერებულიც არ იყოს, მაგრამ ხშირად სწორედ ეს გვიშლის ხელს, რომ ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი აზრები, ან მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. როგორ შეგვიძლია დავამარცხოთ კრიტიკის შიში? პირველ რიგში მინდა გახსოვდეთ, რომ სხვისი კრიტიკა ხშირად მათივე შიშის გამოხატულებაა. გარდა ამისა, მილიონობით ადამიანია, რომელიც კრიტიკის გამო არ მოქმედებს. და მინდა დაფიქრდე იმაზე. გიღირ შენი ცხოვრება დათმო იმის გამო, რომ კრიტიკა არ მიიღო? როდესაც ვიდეოების გადაღებას ვიწყებდი, მეც მქონდა ეს შიში, მაგრამ დავფიქრდი. ან შემეძლო მთელი ჩემი ცხოვრება მეცხოვრა შიში, ან კიდე შემეძლო გადამედგა ნაბიჯი და მეცხოვრა ჩემი ოცნების ცხოვრებით. და ვიფიქრე, რომ ჯანდაბას და ეგამაკრიტიკონ არა უშავს თუ ვინმეს არ მოვეწონები. თუ ფიქრობ იმას, რომ ყველას უნდა მოსწონდე, ეს ეხლავე გამორიცხე. სულ რომ ღვთაებრივი პიროვნება იყო, გამოჩნდება ვინმე, ვინც გაგაკრიტიკებს. და ისტორიაში ყავს ასეთი მაგალითები, როგორიცაა ქრისტე, ბუდა და უამრავი საოცარი პიროვნება. ნახე, ისინი ცდილობდნენ, რომ ადამიანი მieყვანათ თვითშემეცნებამდე. ცდილობდნენ, რომ ადამიანს საკუთარ თავში ძალიან ღრმად ჩაეხედა და შეეცნო საკუთარი თავი. მათ იმდენად დიდი ცნობიერება ჰქონდათ, რომ როგორი ადამიანიც არ უნდა შეხვედროდათ, ყველა უყვარდათ. და მიუხედავად ამისა, იყვნენ ათასობით ადამიანი, რომელსაც არ მოსწონდა ბუდა, რომელსაც არ მოსწონდა ქრისტე. თან ისე, რომ ქრისტე ჯვარზეც გააკრეს. და ამის შემდეგ, შენ თუ იმის ამბიცია გაქვს, რომ ყველას უნდა უყვარდე და ყველას მოეწონო, ეს შეიძლება ცოტა სასაცილოც კი იყოს. მეორე შიში არის გაღარიბების შიში. გაღარიბების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია. შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ არასდროს გაიყოფა ფული, არასდროს გაიყოფა ფინანსები და ფიქრობდე, რომ ვერასდროს მიაღწევ ფინანსურ თავისუფლებას. ეს შიში არა მარტო აფერხებს შენს შემოქმედებით უნარს, არამედ შეიძლება პარალიზებაც გაიკეთოს და საერთოდ ნაბიჯებიც ვერ გადადგა ცხოვრებაში. და როგორ შეგიძლია დაამარცხო ეს შიში? შენ თუ გეშინია, რომ გაღარიბდები, ფიქრობ შენ არ ფიქრობ ისე, როგორც პოზიტიური ადამიანი. და შეიძლება ზუსტად ეს ქმნის შენ შიშს, რაც გაქვს. ასე რომ მინდა დაიწყო ოპტიმისტურად ფიქრი. გარდა ამისა, მინდა გაიაზრო, რომ როდესაც შენ ფიქრობ ნეგატიურად და სულ იმაზე ხარ გადართული, რომ არ გაღარიბდე, შენმა ფიქრებმა შეიძლება შექმნას შენივე რეალობა. ამიტომ აუცილებლად დაიწყე მუშაობა იმაზე, რომ იფიქრო პოზიტიურად. მესამე შიში არის ავადმყოფობის შიში. შიში ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის დაკარგვის ხშირად გამოწვეულია გარემოსგან მიღებული ნეგატიური მესიჯებით. და როგორ შეგიძლია დაამარცხო ის? იფიქრე იმაზე, რომ შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია. მიიღე ჯანსაღი ცხოვრების წესი. იკვებე ჯანსაღად, დაუთმე შენს სხეულს დრო. ივარჯიშე, გააკეთე მედიტაცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა, იმაზე იფიქრე, რომ ეს შიშიც კავშირშია ნეგატიურ აზროვნებასთან. მოერიდე ნეგატიურ აზროვნებას და ინფორმაციას. რასაც გირჩევდი არის, რომ გადააგდო ტელევიზორი, არ უყურო სიახლეებს. მათ კარგად იციან, როგორ მოგაწოდონ ინფორმაცია ისე, რომ შენი მენტალური ჯანმრთელობა დააზიანონ. უმეტეს ტელევიზიაში იმდენი სისულელე მომისმენია, რომ ყურებიდან სისხლი წამომივიდა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხალხის უმეტესობის ამის სჯერა. უბრალოდ გათიშე ტელევიზორი. ასევე მოერიდე ნეგატიურ და პესიმისტურ გარემოს.
მსგავს თემაზეც მიდევს ვიდეო, შეგიძლია ნახო. ვიდეოს ქვია 6 ტიპის ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრებიდან უნდა გაუშვა. და ბოლოს ფოკუსირდი არა შიშებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეგიძლია გააძლიერო შენი სხეული და გონება. მეოთხე შიში არის სიყვარულის დაკარგვის შიში. ეს შიში იწვევს ეჭვიანობას, კონფლიქტს და ურთიერთობის ზედმეტ კონტროლს. ფიქრობ, რომ ურთიერთობებზე მომავალში ბევრ ვიდეოს გადავიღებ, ამიტომ აუცილებლად გამოიწერე ჩემი არხი. ჩემს არხზე ძალიან ბევრი ვიდეო დაიდება, რომელიც დაგეხმარება განვითარებაში. მაგრამ თუ შენი სიყვარული ეფუძნება შიშს, ეჭვიანობას და ურთიერთობებში კონფლიქტს, ერთადერთი რაც უნდა იცოდე, შენ მჭირდება რომ გაიზარდო ამ მხრივ. და გაზრდა მოხდება განვითარების შემდეგ, ბევრი ინფორმაციის მიღების შემდეგ. სულ რომ 45 წლის იყო და მსგავს ურთიერთობაში, რომელიც დაფუძნებულია შიშზე და კონტროლზე, რაც არ უნდა ცუდად მოსასმენი იყოს, გამოდის რომ 45 წელი სრულად ილუზიაში გიცხოვრია. აი როგორ უნდა გადალახო დაკარგვის შიში. პირველი, შექმენი დობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. მეორე, არ დააწესოთ ზედმეტი კონტროლი ურთიერთობაში. არამედ ისწავლეთ ემოციების მართვა. და მესამე, გაცნობიერე რომ ნამდვილი სიყვარული დობაზე და თავისუფლებაზეა დაფუძნებული. მეხუთე და მეექვსე შიში, დაბერების და სიკვდილის შიში. როდესაც ვიყავი პატარა, დაახლოებით 12-13 წლის, ძალიან ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე და სიბერეზე. და მას შემდეგ, რაც დავკარგე რამდენიმე ადამიანი, მივხვდი, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, რეალობას მინდა გავუსწოროთ თვალები. ყველა ადამიანი ოდესღაც დაბერდება და გარდაიცვლება. იმ დღეს ვსეირნობდი ქუჩაში. სადღაც მივდიოდი და დავინახე ერთი შენობა, რომელიც დაახლოებით 150-დან 160 წლამდე იყო. ხო და დავფიქრდი იმაზე, რომ როდესაც ეგ შენობა აშენდა, ყველა ადამიანი, ვინც მაშინ ცოცხალი იყო დედამიწაზე, ყველა მკვდარია. წარმოიდგინე, 7 მილიარდი ადამიანიდან დღეს ერთიც აღარაა ცოცხალი. ამიტომ დაბერება და გარდაცვალება ეს ძალიან ბუნებრივი და ცხოვრებისეული პროცესია, როგორც ბევრი სხვა პროცესი ჩვენს დედამიწას. ხოთაშორის მე არ ვარ პესიმისტი ადამიანი, მაგრამ არის რაღაცები, რაც პესიმისტურ ფილოსოფიაში მომწონს. და ძალიან მინდოდა ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი ამაზე. ძალიან მინდა რომ ამაზე ვიდეო გადავიღო. სიკვდილზე რაც მინდოდა მეთქვა კიდევ, ზოგი ადამიანი ფიქრობს ასე, რა მნიშვნელობა აქვს რას გავაკეთებ, ბოლოს მაინც მოკვდები. ახლა მათ მინდა რომ ვუპასუხო, ზუსტად იმიტომ რომ მოკვდები, მაგიტომ უნდა იცხოვრო. შენ მოგეცა ცოტა დრო ამ საოცარ სამყაროში და გამოიყენე მაქსიმალურად. და დატოვე შენი კვალი დედამიწაზე. და თუ ამას ამბობ, დიდი ალბათობით შენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომელიც სიცოცხლეშივე მოკვდა. მინდა რომ გამოფხიზდე, გამოიღვიძო და დაიწყო ცხოვრება. შეიძლება არ გიგრძნია რას ნიშნავს იყო ცოცხალი. შეიძლება არ გიგრძნია რას ნიშნავს ცხოვრობდე. სიკვდილის შიშს რაც შეეხება, საბოლოოდ ის გადაილახება გაცნობიერებით. უნდა გააცნობიერო, რომ ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების პროგრესი. ყველაფერი იბადება და კვდება. ეს 6 შიში ყველა ადამიანს ეხება, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია. წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ჩვენ ვებრძვით და ვამარცხებთ შიშებს. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი, შეამჩნიეთ და აღიარეთ შიშები. მეორე, ფოკუსირდით პოზიტიურ აზროვნებაზე. და მესამე, იმოქმედეთ. რომც განიცდიდე შიშს, მაინც უნდა იმოქმედო. მე რა თქმა უნდა კამერა რო დავიდე წინ, მაშინ გადალახული არ მქონდა შიში, მაგრამ მაინც გავაკეთე ეს და საბოლოოდ გადავლახე. და ბოლოს მინდა გამოწვევა შენი. თუ შენ ამას გააკეთებ, შენ დიდ ნაბიჯს გადადგავ, რომ შენი შიშები დაამარცხო. მინდა რომ კომენტარებში თამამად დაწერო, რომელი შიში გააქვს. ასევე თუ შენ ის ადამიანი ხარ, რომელმაც რომელიმე შიში გადალახა, კომენტარებში მინდა გააზიარო შენი გამოცდილება. დამიჯერე, ეს შეიძლება სხვა ადამიანს ძალიან დაეხმაროს. აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. მალე შევხვდებით.